გამარჯობათ კოლეგებო, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს დღეს თავდაცვა და უსაფრთხოების კომიტეტზე დასწრებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დიდია ინტერესი დღევანდელი დღისადმი და ამისთვის მადლობა თქვენ. რაც შეეხება თავდაცვა და უსაფრთხოების კომიტეტს, ქორუმი გვაქვს. შეგვიძლია ჩვენ გავხსნათ დღევანდელი დღის ესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ასეთ დღეს ჩვენ გვქონდა ერთი საკითხი, სადაც მოწვეული ყავს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და წვევამდეთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ახალი სისტემითა და ამ კუთხით გატარებული რეფორმების შესახებ მოვისმენთ მოხსენებას. მინდა გითხრათ და სიამაყით განვაცხადოთ ის, რომ ახალი თავდაცვის კოდექსის მიღების შემდეგ სამხედრო გაწვევა გახდა უკვე ძალიან პრესტიჟული და დღეს დაახლოებით 50%-ზე მეტი, ნახევარზე მეტი ნებაყოფლობით აცხადებს ჩვენს ეროვნულ სამხედრო სამსახურში თავის მოღვაწეობას. მე მინდა თითოეული მათგანის ოჯახს უთხრა ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა თითოეულ მათგანს ჩვენი სახელით უთხრა მადლობა და ეს მართლაც საამაყოა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ უკვე მივედით იქამდე, რომ ნებაყოფლობით ადამიანები და ახალგაზრდები აცხადებენ იმას, რომ მათ უნდა ემსახურონ ქვეყანას, ემსახურონ იმ თავდაცვის სისტემას და შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან პოზიტიური და მადლობა ყველას. აქვე მინდა გითხრათ, რომ დღის წესრიგში ჩვენ გვექნება ცვლილება. პირველ საკითხად განვიხილავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურაზე წარმოდგენილ ბატონ მამუკა მდინარაძის კანდიდატურას ჩვენ ეს დაგვევალა ბიუროს მიერ და ასეთი რეჟიმით გავაგრძელოთ, რომ პირველ საკითხად განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს და შემდგომ უკვე დაუბრუნდებით მეორე საკითხს. დავამტკიცოთ მაშინ დღის წესრიგი, ვინ არის მომხრე? მადლობა. ვინაიდან ინტერესი ძალიან დიდია და ვიცი, რომ დეპუტატებს, კოლეგებს მოსტუმრებს აქვთ გარკვეული კითხვები. რა თქმა უნდა, ბატონ მამუკას აქვს თავისი ხედვები, საომავლო ხედვები თუ როგორ განახორციელებს ის თავის მოღვაწეობას და ამაში თითოეული ჩვენთაგანი ვართ დარწმუნებული, რომ ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თავისი პიროვნული თვისებებიდან დაწყებული იმ პროფესიული განვლილი გზით, რომელიც მას ახასიათებს და ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ საიმედო ხელში იქნება დღეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხები. ამდენად მე მინდა რომ დღევანდელი სხდომა პარლამენტის რეგლამენტის 38 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად იცით რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა. აქედან გამომდინარე გთავაზობთ, რომ დახურულ რეჟიმში გავმართოთ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატთან მოხსენებითი ნაწილიც და კითხვა-პასუხის ნაწილიც, რომელიც შემდგომ აუცილებლად გვექნება. ამისთვის მე ვთხოვ შესაბამის სამსახურს აპარატს, რომ მოამზადონ დარბაზი დახურულ რეჟიმისათვის და მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ უკვე დახურულ რეჟიმში ვუყრით აღნიშნულ საკითხს.